გადაღობილი წვიმის გამო ამ დრომდე დატბორილია ბათუმის რამდენიმე უბანი. მოსახლეობა შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი. გართულებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების გადაადგილება. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ ქალაქის შესაბამისი სამსახურები. ბოლო ინფორმაციით გიორგი წეროძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გიორგი, გისმენთ. ბათუმში ამ დროისთვის აღარ წვიმს, წვიმამ გადაიღო, თუმცა დატბორილია ქალაქის ნაწილი, ეგრეთ წოდებული ჭაობის დასახლების რამდენიმე ქუჩა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მელიქიშვილის ქუჩაზე, სადაც წყლის დონე საგრძნობლად დაიკლო, თუმცა ძლიერი წვიმის შედეგად ჭაობის დასახლების მიწისქვეშა კომუნიკაციებმა უხინალექის გატარება ვერ მოახერხა, რამაც ქუჩების დატბორვა გამოიწვია. წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დატბორილია ქუჩებში პარკირებული მანქანები. შეწყვეტილი იყო ასევე სატრანსპორტო მოძრაობა, დაიტბორა მელიქიშვილის, ლერმონტოვის, ვაჟა-ფშაველას, თაყაიშვილის, ხიმშიაშვილის, თავდადებულის, ასათიანის, სულაბერიძის, გიორგი ბრწყინვალის, ჩაიკოვსკის, კომახიძის, გურამიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩები და მისი მიმდებარე ჩიხები მოსახლეობა დახმარებას, ადგილობრივ ხელისუფლებას და სამაშველო სამსახურებს თხოვდა, მათი თქმით შესაბამის სამსახურებს ცხელხაზე არაერთხელ დაურეკეს, თუმცა დასახმარებლად მათთან არავინ მისულა. მოსახლეობა ტერიტორიაზე საქაჩი ტუმბოების დადგმას ითხოვდა. უფროსობამ თითო თვის პრემიები დადონ და იყიდონ სატუმბავები, რომ ეს ქაჩონ წყალი. და ხალხს ნორმალური, უმუშევარ ხალხს ნორმალური ცხოვრება ქონდეს. ანუ ადრე იტუმბებოდა წყალი. იტუმბებოდა. გზის სავალი ნაწილიდან შემოვიდა წყალი. ჩვენთან წყალი არ დგება, ჩვენ ეზოში არ დგებოდა, იქიდან შემოვიდა და პირველი სართული დატბორა მთლიანად დავედით მეორე სართულზე. ცხოვრება იქ შეუძლებელია. გამიფუჭდა მაცივრები, საერთხი მანქანა, რა ვიცი, გაზი, ყველაფერი ავეჯი რაც მაქვს რა. ყველაფერი გამიფუჭდა. ვაკი ხედავთ ამ ფაქტია. საღამოს 10 საათისთვის უკვე კოლექტორი გაითიშა და მასიური დატბორვა დაიწყო უკვე სახლის, ანუ ქუჩის მხრიდან, ეზოს მხრიდან, სამივე მხრიდან მოკლედ რა. და სავალალო მდგომარეობა ფაქტიურად საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკრავი ინსტრუმენტი. არ ვიცი, ნახავთ დასრულდება ეს ყველაფერი და თავარია რომ ქუჩის კოლექტორმა გაწოვა დაიწყოს წყლის და თვითონ ჩვენივე ძალებით ამას მოუვლით ამ შედეგად სახში რაც არის რა მდგომარეობა. ორდღიანმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა მცირე მეწარმეებსაც. ქალაქის მასშტაბით დაიტბორა რამდენიმე მაღაზია და კერძო ობიექტი, მათი მეპატრონეები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ და ამბობენ, რომ სურსათის უმეტესი ნაწილი ღვარცობმა გაუქმდა, სტიქიამ ასევე პრობლემები შეუქმნა მუნიციპალურ ტრანსპორტსაც, ავტობუსებმა გადაადგილება მხოლოდ შემოვლითი გზებით მოახერხეს. ნახეთ რა დღეშია ყველაფერი დაასველი და რამდენი ლარის დარალია ჯერ არ ვიცით კიდევ. შეიძლება მოვიდნენ შეამოწმონ. ეს ერთი მაღაზია, ეგერ მეორე კიდე სუპერმარკეტი მაქვს, ის ხომ ვაფშე მოთხრილია რა. 9 მეტროზე მეტი წყალი არის შიგნით. საქონელი დაახლოებით 35,000 ლარის არის. თავისთავად ავეჯი ერთი მაცივარი გამოვიტანეთ, ხედავთ აქ არის, ორი მაცივარი შიგჩარშა ტელევიზორი გამოვიტანეთ, დანარჩენი ავეჯი რაც არის. ნუ იქ არის კიდე დივანკრესლები თქვა რაღაცები რაც აფთიაქებს ჭირდება, ყველაფერი გაფუჭებულია. აფთია ის წამლების ნაწილი წყალს მოაქვს გარეთ, იმიტომ რომ ვერ მოვასწარეთ ყველაფრის ესა გარეთ გამოტანა, ნაწილს ხედავთ სადდევს და რა მდგომარეობაშია. შაუმიანზე ჯაფარიძეზე, ლერმონტოვზე ძალიან დიდი წყლები დგანა. იქ შეუძლებელია გასვლა.
უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა მთისძირის ქუჩაზე, დაზიანდა სამნიძეების საცხოვრებელი სახლი და ერთ-ერთი ოჯახის წევრი. თვითმხილველების ინფორმაციით ამირან სამნიძე სახლის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა, რა დროსაც მეწყერი ჩამოწვა და ის მიწის მასის ქვეშ მოექცა, მისი გადარჩენა ახლობლებმა სამაშველო ჯგუფის დახმარებით მოახერხეს და ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეწყერმა მთისძირის ქუჩაზე კიდევ რამდენიმე სახლი დააზიანა. პიროვნება რომ გამოვიდა, ამას უმკლიდა წყალი უნდა გამოიყვანა და ამ დროს ჩამოწვა ზევიდან იგი მასა იმის რა ქვია მიწის მასა ჩამოწვა და ამ დროს მოიყოლა პიროვნება. ამიტომ მეზობლებმა გავიგეთ ყილის ხმა და ჩამოვიდა და დავეხმარეთ და ჩვენი ძალებით ამოიყვანა და წაიყვანა სამაშველო. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩა შაშიკაძეების ოჯახი. არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისთვის წარმომადგენლის განცხადებით სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი ბინა არ აქვს და ამჟამად ქირით ცხოვრობს, თუმცა უამინდობამ საცხოვრებლის პირველი სართული დატბორა. სახლის მეპატრონე ოჯახისგან ბინის დაცლას ითხოვს, ოჯახი კი დახმარებისთვის მერიას მიმართავს. გუშინდელი სტიქიის გამო დაზიანდა მისი საცხოვრებელი ფართი, აქამდე იგი იყო ნაქირავებში, თუმცა აქ უკვე ცხოვრება შეუძლებელია წყლის გამო და ასე რომ თხოვ ბათუმის მერიას რომ როგორმე დაეხმაროს და თუ შეიძლება დაკმაყოფილდეს ქალბატონი დარით. ტბორში ვიყავით, ვედროებით ვღებულობდით წყალს და ვაქცევდით, მეზობლებმა დამეხმარეს. და ამ წვიმაში გავამწვევში გავათინეთ ღამე წუხენი მეზობლებს არ გავყევი. ჭაობის დასახლების გარდა დატბორილია ქალაქის კიდევ რამდენიმე ნაწილი, ეგრეთ წოდებული ბარცხანისა და ბონიგოროდოკის დასახლებები, ასევე ნინოშვილის დასახლება და აღმაშენებლის ადმინისტრაცია.